Ახალ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 17 საათზე. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობები დახურული შეხვედრების დეტალები გასაჯაროვდა. საქალაქო სასამართლომ ბაჩუ ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალაიამ დანაშაულებრივი განცხადება მისსავე სასამართლოს ხდომაზე გააკეთა. დღევანდელ პროცესს კი არ ესწრებოდა. ახალაიას აქვს კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას უკავშირდება. პროცესზე სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ან გადაწყვეტილების მიღებამდე უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ მან ჩათვალა და მიიჩნია საკმარისად ბრალდების ხარის მიერ წარმოქმნილი მტკიცებულებები, რომ ბაჩუ ახალაიას განცხადება იყო საჯაროდ მოწოდება და ამისათვის მას მიუსაჯა სრულიად უკანონოდ 2 წელი და 6 თვე დასუსტ ხარი, ამას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჭიროთ. ახალაია დამნაშავე ცნო მისთვის ბრალაწარდიანი ქმედებაში, რაც გულისხმობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ანუ სახელმწიფო დამხობისკენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ საჯაროდ მოწოდებას. მოცემულ შემთხვევაში მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადის, როგორც მოგეხსენებათ, მუხლი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების ხარე, რა თქმა უნდა, ელოდა გადაწყვეტილებას, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ მიერ გამოკვლეული და წარდგენილი მტკიცებულებები გონიურულ ეჭვმიტ სტანდარტით ადასტურებდნენ, რომ სწორედ ბაჩან ახალაიამ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაცშიც უკვე დამნაშავედ იქნა ცნობილი. გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები. ეს საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა განიხილეს. პრეზიდენტმა ილაპარაკა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. ყაველაშვილმა გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა. საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ყაველაშვილმა ილაპარაკა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე. ხელოვნური ინტელექტის სახით ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ ახალ ტექნიკურ ინსტრუმენტთან, არამედ ავტონომიურ ძალასთან, რომელსაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, შექმნას ახალი იდეები და აწარმოოს გავლენიანი ნარატივები. ტექნოლოგიის არასწორმა ან არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შესაძლოა რეალობის შესახებ აღქმები იმდენად გაამრუდოს, რომ გლობალური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ენა და კულტურა ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. თუ ხელოვნური ინტელექტი მათზე კონტროლს დაგვაკვარგინებს, საფრთხეს ქვეშ დადგება თავად ადამიანის რაობა და კაცობრიობის მომავალი. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკური ბუნება. ძალაუფლების ეს უპრეცედენტო კონცენტრაცია არ უნდა იქცეს ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი ციფრული ტირანიის იარაღად, რომელიც ხელყოფს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა შევქმნათ მყარი საერთაშორისო სამართლებრივი არქიტექტურა, რომელიც დააბალანსებს კონცენტრირებულ ძალაუფლებას, თავიდან აგვაცილებს გეოპოლიტიკურ ქაოსს და უზრუნველყოფს, რომ ეს უზარმაზარი რესურსი ცალკეული სუბიექტების დომინაციის ნაცვლად მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურებოდეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლიის ნავსადგურში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს ხელისუფლება. ეგრეთ წოდებული ლერდის მოდელზე გადადის, რომელიც არის ეროვნული მოდელი და უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. მაგალითისთვის ამავე მოდელით პორტები ოპერირებენ ბელგიაში, სინგაპურში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. აღნიშნული მოდელით ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი და ქართული პროექტი. სახელმწიფო იტოვებს, რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელობის, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მართვა, ოპერირება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად განახორციელოს და ამავდროულად სახელმწიფო აღნიშნული მოდელით უზრუნველყოფს. ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა ზოგადად გლობალურად სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის ეკოსისტემა. ჩვენ ხედავთ თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება დღეს სანდოობას და დასაყრდენ პარტნიორობას განსაკუთრებით გადაადგილების ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორში ამდენად გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის საქართველოს როლი ამ კონტექსტში. ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ეს მოდელი უზრუნველყოფს ანაკლის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი. ინვესტორი, როდესაც გრძნობს, რომ სახელმწიფოს როლი არის დიდი, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ სახელმწიფო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის შემსრულებელი, უფრო თამამი არის. ეხლა ფინანსურ მოდელს როგორ გათვლის, თავის ბიზნეს მოდელს, რა გათვლაზე, რა კალკულაციაზე გააკეთებს, ეს უკვე ბიზნესის დასანახია და კერძო ინვესტორის დასანახი არის. და შესაბამისად მყარი პარტნიორი სახელმწიფოს სახით, როდესაც ეყოლება კერძო სექტორს, ისინი ცხადია უფრო მეტი სითამამით დაინტერესდებიან პროექტით. მართველი გუნდის შეფასებით გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში დაპირისპირებაზე სამართლებრივი რეაგირების რეალური პრეცედენტები ვერ მოიპოვა. ამის დასტური კი ის ეგრეთ წოდებული ქარდებია, რომლებიც პარტიამ გამოაქვეყნა. გიორგი გახარიას პარტია ინციდენტიდან მეათე დღეს ეგრეთ წოდებული პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად 10 დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს. ასევე აქვს საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც როგორც გამონაკლისზე ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა. კიდევ ერთი საქმე სამხრეთ კორეაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, სადაც გამოძიება მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ დაიწყო. გიორგი გახარიას პარტია ქრონიკასთან კომენტარს არ აკეთებს. ახასიათებთ ამ გუნდს იმ ტოტის მოჭრის მცდელობა, რომელზედაც ხედავთ. ხა რა უნდათ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრას საქართველოს პროკურატურამ საჩელები თუ საქმე მიმართოს პროცესუალურად ამ გზით, სასაცილოც აღარ არის. ბრიტანეთში საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და აღა დაზიანება მიაყენა ერთმა მეორეს საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა. მესამე, რაც მკითხეთ, სენეგალში, სადაც ერთ-ერთმა კოლეგამ მეორე თავის ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. არ ვიცი, ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ უშუალოდ პროკურატურას ვთქვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ აღიზრას და ამ თემასთან დაკავშირებით აღიზრას რაიმე საქმე. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, სადაც ვამბობთ, რომ რეალურად პრეცედენტი არ არსებობს. ცოტა ტრაგიკომიკურია ეს ყველაფერი. ხა ფეხმძიმე ქალსო დაარტყავ, გასარკვევია რა გააკეთა საიმისო, რომ ასე დაესხნენ თავს, ხო? ეხლა რა უნდა ეკადრებინა. მაგრამ როდესაც შენ საქართველოს პარლამენტში შეურაცხყოფას აყენებ შენ კოლეგას, აგინება, რეაქცია იქნება ბუნებრივი და მე ვფიქრობ, რომ არც თვითონ შეუგრეა ხელები ახლა იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა აი ამ არასასურველ დაპირისპირებაში, ხო? ყვავილები ხო არ უსურია ახლა თავის კოლეგისთვის, თვითონაც კარგად ურტყავდა იქეთ. თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, ეს დეკანოზმა ადრია ჯაღმაიძემ იმედის კვირისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. საქმე ეხება ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობებს. საქართველოში ამ მოთხოვნით ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიანესთან.
წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის, თუ LGBT პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოაცხადებენ. ისინი პირველი ვისაც და რასაც ებრძვიან არიან ავტორიტეტები. იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ის ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ. ასე რომ მათი რიტორიკა საპატრიარქოს მიმართებით ეს პირად საუბრებში იქნებოდა საპატრიარქოსთან, არც არის ამის მტკიცება და დასტური, ზედმეტად საჭირო, რომ საზოგადოება მას ხედავს პირდაპირ ეთერში და მათი მოწოდებებიდან გამომდინარე, ხო? უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ასევე არაერთხელ მithქვამს, რომ ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ესეთი ქმედებების შედეგად ხედავთ შემდეგ იმ პასუხს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, საპატრიარქოს საზოგადოებას და ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, თავის სარწმუნოებას და თავის იდენტობას. ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რითიც დაცულია ყველა სექსუალური უმცირესობის იქნება ის თუ სხვა ტიპის უმცირესობის უფლება. უბრალოდ ამის პროპაგანდირება არ უნდა მოხდეს, რასაც ეს კანონი ემსახურება. სწორედ და მით უმეტეს პროპაგანდირება ბავშვებში, სკოლებში და ბაღებში. ის ნარატივიც, რომ თითქოს არც ერთსქესიანთა ქორწინება არ არის სავალდებულო და მსგავსი, ხომ ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ვიხილეთ, მაგალითად პოლონეთის მაგალითზე, როდესაც პოლონელი წყვილი დაქორწინა, პოლონეთში ეს არის დაუშვებელი კანონით, მაგრამ ევროკავშირის პარლამენტმა ეს ცნო დაშვებულად, ვინაიდან გერმანიაში მოხდა მათი ქორწინება და მოსთხოვეს პოლონეთს, რომ იქაც დარეგისტრირებულიყო. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ანდრია ჯაღმაიძე შეხვდა, ხომ დღეს გახლავთ კომისარი თანასწორობის საკითხებში და სწორედ მისი ინიცირებული იყო 2026-2030 წლის გენდერული ახალი რაღაცა სტრატეგია, რის მიხედვითაც არასრულწლოვან ბავშვებში სქესის გადაკეთებისათვის მშობლის ნებართვა უკვე აღარ არის საჭირო. შესაბამისად ეს არის კარგად გამიზნული, ჩაფიქრებული რაღაცა საშინელი მახინჯი იდეოლოგია, რომლის მოხმოვასაც ისინი ცდილობენ სამწუხაროდ ეს უკვე გამოუვიდათ ევროპის ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ეს არასდროსවත් არ გამოუვათ. მიზა მიმართულად არის სამიზნე ჩერჩეული, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია. ვინაიდან სახელმწიფოც და ეკლესიაც იცავს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის სამიზნე ეკლესიაც და ხელისუფლებაც და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე რეზოლუციებშიც აღარ მალავენ ამას. იქაც კი ხდება უკვე კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მათთვის მიუღებელი არის ის ფასეულობები, რასაც ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული და სულიერი სულისკვეთება დგას. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და თან საუბარი არის არა ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ დემონსტრირებაზე პირადი ცხოვრებისაც მიუღებელია. მტკიცებულება არის იმის, რასაც ჩვენ ამბობდით განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც საუბრობდით შეტევაზე ევრობიუროკრატიიდან. აქ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. 2-3 თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო 300-ოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში გეიაღლუმზე იყო 5000-მდე ადამიანი. აი ეს მოცემულობა უნდათ საქართველოში ვიმეორებ, რაც რა თქმა უნდა არ მოხდებოდა და ასევე იმ ვაი ვითომ ევროპელებს მინდა მივმართო, ვინც ამბობს, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანია ევროპა, ჩვენი წინაპრების და მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი და ბევრი გეი პარლამენტი ყავს. მართველი გუნდის შეფასებით საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამ შემთხვევაში საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას. ქვეყანამ საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა. მიზანი არის საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენცია. უცხოელი დონორებისთვის უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესებით და კანდიდატებისგან მათი დაფინანსების წყაროს დამტკიცების მოთხოვნით ჩვენ მსოფლიოში წამყვან ზომებს ვიღებთ ჩვენი არჩევნების მთლიანობის დასაცავად და საზღვარგარეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული ფლაგმანია სამწუხაროდ ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მისი დიპლომატიური მისია საქართველოში. ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები
უნდა იქნას პასუხგაცემული. მათთვის შეიძლება რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ჩვენთვის თორმე არ შეიძლება ეს. მათთვის თორმე შეიძლება სხვადასხვა ის კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ქვეყანას თორმე უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელსაც ძალიან ათლავთ ხედავთ და ძალიან ათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ჩვენი ხელისუფლების ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია ჩვენ გვიკვეთავს, სწორედ ეს ჩვენი პოზიცია და ჩვენი პასუხები და ჩვენი ორფეხზე დგომა არის შემდეგ მათი კიდევ უფრო, ისე ვთქვათ, განცხადებებში გამწვავების და ესეთი მძაფრი და უტიფარი განცხადებების გაკეთების საბაბი და მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიულია მათთვის. ეს ყველაფერი. გარკვეული სახელმწიფოები და პოლიტიკური ძალები დასავლეთიდან საქართველოს როგორც პოსტნეოკოლონიალურ ქვეყანას უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა თავის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკის მომსახურე სუბიექტი. როგორც კი ქვეყანა გადაწყვიტა და ის, ასე ვთქვათ, ხელისუფლება მიიღო, რომელმაც ეტაპობრივად ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების პლატფორმები შექმნა, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია მათი უკიდურესი კრიტიკა. მათ ამით დაინახეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნით манипулირება შედარებით გაუჭირდებოდა. დაფინანსებული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები თავის თაილ რესურს, ფულად რესურს მათ შორის ახმარდნენ იმას, რომ საქართველოში ყოფილიყო დესტაბილიზაცია. ბრიტანეთს ეშინია ასეთი პროცესების შესაძლო განვითარების. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება სწორედ ის არის, რამაც განაპირობა ჩვენს მიერ ამ კანონის მიღება. ეს არის გარკვეული გეგმა, კონსპირაციული გეგმა, რომ გატარდეს ის ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნია და ამისთვის გამოყენებული იქნეს. ქალი პოლიტიკოსის საჯარო შეურაცხყოფა ბესიკ ანდღულაძე 4000 ლარი დაჯარიმდა სასამართლო მის კანონ დამრღვევად ცნო. ბესიკ ანდღულაძის მიმართ სამართალ დარღვევის ოფისში შედგება იქნა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევა კოდექსის 173 მე-16 პრიმა მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სულთაში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ქალბატონ ეკა ჭიჭინაძეს. მისი კომენტარი შინაარსის გათვალისწინებით სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შეიცავდა სავარაუდო სამართალ დარღვევის ნიშებს. ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონ დარღვევად ცნოდა 3000 ლარი დააჯარიმა. ქურხულმა დაადასტურა, რომ შეურაცხყოფელი განცხადება გააკეთა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები დაწერა. ქურხულმა თქვა, რომ ემოციურ მდგომარეობაში იყო და არ მოსწონს ხელისუფლება. მას პროცესზე მოსამართლემ რამდენჯერმე კორექტულობისკენ მოუწოდა, განუმარტეს ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის. როდესაც გადაცემაში რის პასუხათაც დაიწერა ეს სტატუსი შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით იხსენიებენ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, პოლიტპატიმრებს, დივიშენის პატიმრებს და საერთოდ რაც ხდება ყველაფერი გადასარევად ვიცით, მერე მაქვს შესაბამისი რეაქცია. 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურის დონეს უწყების მიერ შეძენილი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით შეამოწმებენ. დღეს ამის შესახებ გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. არსებული წესებით კი დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში 23 საათიდან 8 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსა და მართვის მოწმობის ქულათა შემცირებას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მაწესრიგის დაცვას. სიახლე, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედება, უფრო ეფექტურს გახდის ჩვენ საქმიანობას. ტექნოლოგია, რომელთაც შემოწმდება ხმაურის დონე, არის ISO სტანდარტის და გამორიცხავს ცდომილებას. განათლების მინისტრი ქუთაისის ნომერ მე-7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა, ისაუბრეს სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპზე. სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა. დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის ასპექტი, თუ რა პროცესები არის დარჩენილი იმისთვის, რომ სკოლამ უკვე განახლებულ რეჟიმში შეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება და კონტრაქტორის მონაწილეობით შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ეს პროცესი საბოლოო დასრულდება და უკვე მასწავლებლებს და მოსწავლეებს ახალი წლიდან
სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შესაძლებლობა ექნებათ, რომ ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში ჩვეულებრივად გააგრძელონ სასწავლო პროცესი. გვაქვს სამხარაულის საექსპერტო დასკვნა და დასკვნის შესაბამისი პროექტირება მიმდინარეობს. პროექტი უახლოეს ორ კვირაში იქნება დასრულებული და შემდეგ განახლდება რეაბილიტაციო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების დროს გამოვლენილი იქნა რიგი პრობლემები, ჩატარდა ექსპერტიზა, მიღებულია უკვე დასკვნა და ამჟამად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომლის მიღების შემდგომ კვლავ გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე სემეკის პროექტის ფარგლებში სენაკისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. პროექტები, რომლებიც წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეებმა, არის ძალიან საინტერესო. ერთის მხრივ არის საკმაოდ კარგი იდეები, მეორეს მხრივ არის ისეთი პროექტები, რომელთა ნაწილიც პრაქტიკაში უკვე ხორციელდება, მაგრამ მათი წარმოდგენით გარკვეული ტრანსფორმაცია ამ პროექტისა იქნებოდა მომგებიანი და განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ისინი ამ პროექტებს ტექნოპარკის ბაზაზე აკეთებდნენ. მსგავსი ჩართულობა და იმ ცოდნის დაუფლება, რომელსაც სკოლებში ღებულობენ და განსაკუთრებით ამ საზაფხულო პროგრამაში ბანაკში მათ შეისწავლეს, ეს არის რეგიონისთვის უნიშნელოვანესი გზა იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უფრო მეტად შეუქმნათ და ჩამოუყალიბოთ სურვილი და მნიშვნელობა პროფესიის დაუფლებაში. ძალზედ მოხარული ვარ, რომ აღმოჩნდი იმ 16 ბავშვთაგან, რომელმაც შეძლო დღეს აქ თავისი ნამუშევრის წარდგენა. პროექტი ძალზედ კარგია. ამ ბანაკში გატარებულმა 5 დღემ კარგად დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მოთხოვნა არსებობს საქართველოში ამ მხრივ და ვფიქრობ ძალზედ კარგ გადაწყვეტილებას მივიღებ და შედეგიანი ვიქნები თუ ჩემ მომავალს ამ მხრივ დავაკავშირებ. ჩვენებურების დასკვნითი გალა კონცერტი თურქეთის ქალაქ ბურსაში გაიმართა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, აჟღერდა ხალხური და ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები. თურქეთში ვართ ჩვენებურები ვართ, მარტო არ ვართ, იქ ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენ არ გვივიწყებენ, ყველა მოყრაზე აქ მოდიან და მარტო არ ხვდებენო, გვიხარია. ბევრი მაყურებლები იყვნენ და ხალხი ძალიან ემოციებში იყვნენ, იმიტომ რომ პირველად არის ასეთი დიდი ღონისძიება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ჩართულობით. ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული კიდევ ნაბიჯი, იმიტომ რომ ფორმატი იყო სრულიად განსხვავებული. პირველად იყო ფესტივალი დახურულ სივრცეში, ბურსას მნიშვნელოვან დარბაზში, ვოკალური ანსამბლი ბათუმი და არსიანი, მოცეკვავეთა ანსამბლი, რომელიც იყო წინვალე და გვასახელეს და ხალხის აღფრთოვანება დაიმსახურეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენებურები კიდევ დიდხანს გაიხსენებენ ამ არაჩვეულებრივად ემოციურ კონცერტს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით ანკარაში დაგეგმილი სამიტის მთავარი თემა ჰააგაში მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკაში განხორციელება იქნება. მარკ რუტე განმარტავს, რომ მიმსჯელებენ თავდაცვის ხარჯებზე მოკავშირე ქვეყნების მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ნიშნულის მიღწევასა და წარმოების გაზრდაზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მსჯელობა შეეხება უკრაინის მხარდაჭერასაც, რომ რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია შეინარჩუნოს კიევმა როგორც ბრძოლაში, ასევე პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში. ანკარა ნატოს სამიტს 7 ივლისს უმასპინძლებს თურქეთის დედაქალაქში ლიდერთა შეხვედრისთვის უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაზე მორიგ თავდასხმას ეხმიანება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული რეჟიმი კიდევ ერთხელ თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას და კიევზე 400-ზე მეტი დრონითა და რაკეტით იერიშები მიიტანა. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ნატოს სამიტზე აუცილებლად უნდა განიხილონ უკრაინის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს, რათა რუსეთისთვის სანქციების 21 პაკეტი უახლოეს დღეებში შეათანხმოს. კიევში რუსული იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50-მდე ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ რუსეთის მიერ დედაქალაქის მიმართულებით გასროლილი 23 ბალისტიკური რაკეტიდან ვერც ერთი ვერ ჩამოაგდეს, რადგან რაკეტს საწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აქვთ. ოკუპანტებმა კიევზე ფართომასშტაბიანი იერიში ერთ კვირაში უკვე 2 ჯერ მიიტანეს.
გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა რუსულ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს მას შემდეგ, რაც ისინი ნორვეგიის ზღვაში ავიამზიდის დამტყმელ ჯგუფს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ნორვეგიის ზღვაში მოსკოვის ასეთი აქტივობა საფრთხის შემცველი და არაპროფესიონალური იყო. ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებით ისლანდია ევროკავშირს შესაძლოა ძალიან მალე შეუერთდეს. მისი განცხადებით ეს ორმხრივად მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. ისლანდია ევროკავშირში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებების ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით რეფერენდუმს აგვისტოში გამართავს. ევროპულ ბლოკში შესვლის შესახებ პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისლანდიის სუვერენიტეტის სამომავლო ბედია. ეს ბოლო ინფორმაცია იყო. რეკლამის შემდეგ დაიწყება დღის ქრონიკა თია სიჭინავასთან ერთად. ნახვამდის.